მანიპულაცია ცუდია თუ კარგი? მოდით დავიხმაროთ ნიუტონის პირველი კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ ათვლის ინერციულ სისტემაში სხეული უძრავია, ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, სანამ მასზე რაიმე ძალა არ იმოქმედებს. ანუ ლოგიკა რაშია? ათვლის ინერციული სისტემა არის მიზეზშედეგობრივი და მისი თანმიმდევრობა უცვლელია. ხოლო თუ გარე ძალა ჩაერია და მოახდინა მასზე გავლენა, ის ცვლის მოვლენათა თანმიმდევრობას. ანუ გარე ძალა გამოდის მანიპულატორი. მაგალითად, შენი ორგანიზმი არის ათვლის ინერციული სისტემა. თქვათ შეიჭრა ვირუსი, რომელიც არის გარე ძალა და მანიპულირებს შენს ორგანიზმზე. შეიცვალა მოვლენათა თანმიმდევრობა, ორგანიზმმა გამოაცხადა მასთან ბრძოლა. შედეგად გაქვს მაღალი სიცხე. თქვათ შენი ინერციული სისტემა, შენი ორგანიზმი თავისით ვერ უმკლავდება. რა უნდა ქნა შენ ამ დროს? და მე მესმის, რომ ვიღაც ძლიერი და დამოუკიდებელი, გენდერულად კოტირებული TikTok ფსიქოლოგი იტყვის, რომ ვირუსთან ერთად უნდა დაჯდეთ და როგორც ორმა ჩამოყალიბებულმა არსებამ კონსტრუქციულად უნდა დაილაპარაკოთო. მაგრამ შენ ჭკვიანი არსება ხარ და ამიტომ უბრალოდ წამალს სვამ. გამოდის, რომ შენს ინერციულ სისტემაში წამლის მეშვეობით ჩაერია და მოვლენათა თანმიმდევრობა შეცვალე. ანუ შენს ორგანიზმზე მოახდინე მანიპულაცია. რა გამოვიდა? მანიპულაცია კარგია თუ ცუდი? და პასუხიც ზედაპირზეა. თუ ვირუსი მანიპულირებს, ანუ თუ ჩვენთვის ცუდი მიმართულებით მიმდინარეობს მოვლენათა თანმიმდევრობა, ესე იგი ცუდი მანიპულაციაა. ხოლო თუ ჩვენ მანიპულირებთ წამლის მეშვეობით, რათა დავაბრუნოთ ორგანიზმი ჰარმონიაში, ესე იგი კარგი მანიპულაციაა. გამოდის, რომ მანიპულაცია თავისთავად ცუდი არ არის. არსებობს ცუდი მანიპულაცია და ასევე არსებობს კარგი მანიპულაციაც, რაც თავისთავად იზომება სამომავლო შედეგებით. ახლა კი ჩავანაცვლოთ ორგანიზმი ოჯახით, ხოლო ვირუსი ნაგლობით, გარყვნილებით, უმადურობით, ამპარტავნებით და ზუსტად იგივე პრინციპი იმუშავებს და აქ უკვე კონსტრუქციულად ლაპარაკი კი არა, მოქმედებაა საჭირო.